მოგესალმებით ჩვენი 33 ეპიზოდიდან. სიმბოლურია, რომ 33 ეპიზოდს ისევე როგორც 33-ს ვიდღებთ აქ დიდგორზე. ეს რუბრიკა ძალიან მომწონს, საუბრები საკუთარ თავთან და რაზე ვისაუბროთ? დღეს ბევრს ვფიქრობდი, რაზე შეიძლება მესაუბრა და რამდენიმე საკითხი მოვიფიქრე. ოღონდ რამდენად კარგად გადმომივა საუბარი, ეს არ ვიცი. ასევე რასაც ვიდეოში ვიტყვი, ყველაფერი არის მხოლოდ ჩემი აზრები, ასე რომ არანაირი დოკუმენტური ან რაიმე მსგავსი დასტური არ აქვს რა. 33 ეპიზოდი ისეთია რა, ჟღერს 3, 2-3-იანი და მოდი ვისაუბროთ აქ უკვდავებაზე, ალბათ იმას რა ქვია, ამ ვიდეოს ერქმევა ერთხელ მაინც იმის რა ქვია, სწორი სახელი, როგორც ვიდეოში ვამბობ, უკვდავება. როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს უკვდავი რა? და შესაძლებელი არის თუ არა? ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია რომ ადამიანი იყოს უკვდავი, ხო? ეს ყველამ ვიცით. მარადიულად ვერავინ ვერ იცოცხლებს ფიზიკური სხეული რა. მაგრამ არის ერთი ესეთი იდეა, რომ რა ვიცი, 900 წელი გავიდა, 904 წელი გავიდა უკვე იქიდან დიდგორიდან, მაგრამ ყველამ ვიცით დავით აღმაშენებელი ხო და ალბათ სანამ ადამიანი იარსებებს, ყველას ეცოდინება დავით აღმაშენებელი. შესაბამისად, ადამიანი უკვდავად რჩება, ანუ ადამიანი მოკვდავია, მაგრამ იდეა არის უკვდავი და მისი სახელი და შესაძლებელია რომკვდავი გახდეს მხოლოდ მისი სახელი. მაგრამ ასევე შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს დიდხანს. პირადად მე ვაპირებ მინიმუმ 107 წელი სიცოცხლეს და ამასაც თავისი ახსნა აქვს, რომ მინდა 300 წელს მოვესწრო. 1900-იანს, 2000-იანს, 2100-იანს. თუ სამყარო აქამდე იარსებებს, სამყარო ცივილიზაცია, მეც მინდა რომ აქამდე ვიარსებო. ხო და აი ბევრი ვერ ხვდება, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს რა. ალბათ არც ვფიქრიათ. ზოგადად ყველა ადამიანს აქვს თავისი სიხშირე. და აი რისი თქმა მინდა იცი რომ რეალურად ადამიანის სხეული შეუძლია იცოცხლოს დიდხანს, არა მართალია 1 საუკუნე ან 2 საუკუნე, და 1000 წლეული ან 2000 წელი, მაგრამ მინიმუმ 100 წელი სხეული, ასე ვთქვათ, სხეულს შეუძლია რომ იცოცხლოს. ოღონდ სხეულსაც უნდა მოვლა. ოღონდ სხეულში მარტო კანს არ გულისხმობ რა. რეალურად ყველა ადამიანი კოდება, ანუ ასაკში როდესაც შედის, იღუპება არა სიბერის გამო, იმის გამო, რომ რაღაცა ანუ ადამიანის ორგანიზმში რაღაცა ფუნქცია იყო დარღვეული, რამაც გამოიწვია სხვა და ესე მიყვა რა და გამომდინარე იქიდან, რომ მე სულ ვამბობ, რომ ადამიანის ტვინს, აი მას, რაც აქ უნდევს ადამიანს, შეუძლია ყველა დაავადების განკურნვა, უბრალოდ ამას არ ვიყენებთ რა. როგორ უნდა მოვაროთ სხეულს? სხეულის პირველი მტერი არის ალბათ ნერვიულობა. რა თქმა უნდა, ყველა იტყვის ვარჯიში და სწორი კვება, ბლა ბლა ბლა, ეგეც რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ყველაზე მთავარი ვფიქრობ არის ადამიანის შინაგანი ორგანოები და ნერვული სისტემა რა. ნერვული სისტემა აკონტროლებს ამ ყველაფერს. როგორ უნდა ავაკონტროლოთ ნერვული სისტემა? ზოგადად ბევრი ადამიანი თვლი, პირადად მე, რომ ბევრ რაღაცას ძალიან უაზროდ ნერვიულობთ. ხო, კიდე აქვე მინდა ვთქვა ესეთი რაღაც, რომ სამყაროში ყველაფერი, რაც გონია, რომ შენ პირველმა მოიფიქრე, უკვე ნაფიქრია. ამას მივხვდი მას შემდეგ, რაც ბევრი რამე მოიფიქრე და ყველაფერი უკვე ნააზრები იყო რა. ხო და ეს რატო ვთქვი, რომ არსებობს ამას ალბათ მივხვდი ძალიან პატარა ასაკში, რომ აი ნერვიულობას აზრი არა აქვს იმ ხრივ, რომ თუ ნერვიულობ, ანუ როცა ნერვიულობ არის ორი გზა, ხო? ან შეიძლება გამოსწორება, ან არ შეიძლება ამ საქმის გამოსწორება, რაზეც ნერვიულობ. თუ გამოსწორებადია, რატო ნერვიულობ? ეგ ერთია.
და თუ ვერ გამოასწორებ, მაშინ რა აზრი აქვს ნერვიულობას? ტყუილად ინადგურებ, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობასთან. როდესაც მე ამას მივხვდი, მე აღმოაჩინე, რომ ვიღაც ჩინელსაც ქონია ეს ნაფიქრი. შესაბამისად, მანდ მივხვდი, რომ რაც არ უნდა იფიქრო, ასე ვთქვათ, ყველაფერზე უკვე ნააზრევია რა. ასევე მინდა ვთქვა, რომ რაღაც მომენტში ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ ადამიანები არაფერს არ ვსწავლობთ ახალს. უბრალოდ არსებულს ვიხსენებთ რა. ამის ახსნა ცოტა რთულია. ამაზეც როდესაც დავფიქრდი და ბევრი ფიქრის შედეგად მივედი ამ აზრზე, რომ იცი რა, ახალს ვერაფერს ვერ ვქნით, ეს არის ძველის გახსენება. მეგონა რა მაგარი რაღაცა ეს დავფიქრდი, რა მაგარი ვარ რაღაცა, მაშინ პატარა ვიყავი ჯერ კიდე, აღმოჩნდა, რომ იცი რა, ამაზეც ნაფიქრი ქონდათ და სამეცნიერო ტერმინიც კი არსებობს. ანუ საერთოდ ყველაფერზე ნაფიქრია. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ აი იცი რა, ისეთი რაღაცა მოხსენი და მოვიფიქრე, რაზეც არ არის ნაფიქრი. არა, ცდებით უფიქრიათ ფილოსოფოსებს, რა ყველას აქვს ნაფიქრი. სწორედ ამიტომ მე იმ აზრზე ვარ, რომ ადამიანი ახალს ვერ სწავლობს. ანუ აი არსებობს უკვე რაღაცა ცოდნა და უბრალოდ იმას ვიხსენებთ რა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე ხდება ამ ყველაფრის გახსენება. ხო, ცუდად კი ჟღერს, ანუ მაშინ გამოდის, რომ დროც არსებობს, ანუ თუ ამ იდეას დაუჯერებთ, მაშინ ლოგიკურად დროც უკვე არსებობს და ყველაფერი შექმნილია და თავისუფალი ნება არ არსებობს. ესეც ამასთან პირდაპირ კავშირშია. რაც არ მინდა რომ იყოს. ჩემი აზრით ვთვლი, რომ დრო არ არსებობს, ანუ ცოდნა არსებობს, მაგრამ დრო არ არსებობს. აი, რატო ვერასდროს ვერ ხდება, რომ აი დროში მოგზაურობა არის თუ არა შესაძლებელი რა. ხო, ბევრი სამეცნიერო ის არის, რა ქვია, მოსაზრება შეიძლება შეუძლებელი. ყველაზე რეალური და მათემატიკურად სწორი არის ალბათ ის, რომ ადამიანს დროში მოგზაურობა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია, რომ დრო გააჩეროს მასთან მიმართებაში რა. მათემატიკურად თუ შენიული სინათლის სიჩქარე რაღაცა წამში 300,000 კილომეტრი, თუ ზუსტად მახსოვს თუ 320, ნუ გამკითხავთ. მაგ სიჩქარით თუ ივლის, ანუ შენ მიმართ დრო ჩერდება და შენ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, უკვდავი ხარ მაგ მომენტში, მაგრამ როდესაც გაჩერდები, სამყაროს იმ დროს დაეწევი. ანუ რა დროშიც არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს დროში მოგზაურობას. დროში მოგზაურობა არის basic, ანუ უკან დაბრუნება, ან წინ წასვლა. შესაბამისად, უკან ვერ დაბრუნდები, იმიტომ რომ დრო სულ მოძრაობს და წინ ვერ წახვალ, იმიტომ რომ წინ არ არის შექმნილი დრო. სწორედ ამიტომ სტივენ კინგმა როდესაც ჩაატარა, სტივენ კინგმა რა არის და სტივენ ჰოკინგმა როდესაც ჩაატარა ესეთიც და რაღაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ აი დროში მოგზაურობა თუ შესაძლებელია, აი დღეს ამ რიცხვში, ამ საათზე ამ ადგილას მოდით და მითხარით, რომ მე ვარ მომავალიდანო და დაგიჯერებთო, ეს და ჩავარდა. სწორედ იმიტომ, რომ მომავალი არ არსებობდა შესაბამისად, ვერავინ ვერ დაბრუნდებოდა წარსულში, რომელიც არ არსებობდა ასევე. ზოგადად ადამიანები ერთდროულად როგორც ვარსებობთ, ასევე არ ვარსებობთ. ცოტა უცნაურად იღებს, მაგრამ ასეა, თუ დაფიქრდებით, ანუ თავიდან ადამიანს უფრო სიღრმისეულად თუ ჩახედავთ რა, ჩვენ რასაც ვხედავთ ცაში შეიძლება საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს, აუცნაურად არ უნდა ჟღერდეს, იმის დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც უყურებთ, ეს არის დაახლოებით რამდენიმე მილიონი წლის წინ გამოწყორცნილი, აი მაგალითად ვარსკვლავი აინთო, სიტყვაზე შეიძლება განადგურდა უკვე, მაგრამ აფეთქების მომენტის სანამ ჩვენ თვალამდე მოვა, შეიძლება რამდენიმე სინათლის წელი კი არა, მილიარდობით წლები დაჭირდეს. შესაბამისად, ჩვენ როდესაც უყურებთ ვარსკვლავს საზზე, ის შეიძლება უკვე განადგურებულია. ეს შეიძლება იცოდეთ, ხო?
მოკლედ ესეთი მედია შტატივი გავასწორე. ქათი არ მიყვარს ჩემ ვიდეოში, მე ზიზღება ქათი, მაგრამ მომიწია სამწუხაროდ. ხო, სად გავჩერდი? სამყაროში ერთდროულად თან ვარსებობ, თან არ ვარსებობთ. ისი თქვა მინდა, იცი რომ თავიდან არსებობდა ადამიანს რო უყურებ, ადამიანია. არ იცოდნენ შიგნით რა იყო ადამიანში. მე გაჭრეს და აღმოჩნეს, ორგანოები აქვს. ორგანოები გაჭრეს, აღმოჩნეს სისხლი აქვს. სისხლში კიდე მოლეკულები, ატომები, სუბატომები იმის ქვევით, ანუ მაგის თქვა მინდა რომ იდეაში ატომს რო შეხედო და დაფიქრდე, ანუ ატომი ერთი პატარა წერტილია და ადამიანი არის ამ ბევრი წერტილის ერთობლიობა, რომელიც არაფერს არ ეხება. ანუ ცალკე არსებობს ეს წერტილი, მაგრამ ამავდროულად არსებობს ადამიანი. და მაგიტომ ამბობ, რომ ერთდროულად სამყაროში როგორც ვარსებობთ, ისევე არ ვარსებობთ ატომურ დონეზე, თეორიულად ალბათ შესაძლებელი იქნება, თეორიულადაც შეუძლებელია, მაგრამ არ არის ძალიან შეუძლებელი. ანუ ობიექტში გასვლა, უბრალოდ შენი და ობიექტის რხევის სიხშირე თუ ემთხვევა ერთმანეთს, ალბათ შესაძლებელი იქნება ერთმანეთში გავლა. რხევის სიხშირე რა არის? კაცმა არის ის, ანუ არსებობს თეორია, რომ პირამიდები ააგეს სიხშირეების გამოყენებით რა. ყველაფერს აბსოლუტურად სამყაროში აქვს თავისი სიხშირე, მათ შორის ადამიანებსაც თუ არ ვცდები, არის ადამიანის სიხშირე არის მე მგონი 60 ან 80, არ მახსოვს, ნუ გამკითხავთ ყველაფერი, არც მე არ ვიცი, მეც ჩემთვის რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე რა. ხო და სიხშირის გამოყენებით აშენდა ისა მიყვარს ესე კამერაში რომ ბევრი რაღაცები ხდება რა მონტაჟის დროს. ხო. ლაპე. პირამიდებზეც მივიდეთ? არა, მოდი პირამიდებამდე. ჯერ დავიწყოთ ზოგადად სამყაროს კონცეფცია რა. არა, კონცეფცია არა. სამყარო ხო არსებობს რა. თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ დროის რაღაც მომენტში მთელი ეს დედამიწა, ხო არის ის რა ქვია, მოსაზრება, რომ თავიდან იყო პანგეა დედამიწა. ანუ დიდი მიწა და გარშემო სულ წყალი. დაფიქრდით რა, დიდი მიწა იყო, ერთიანი მიწა და მერე სულ წყალი. ანუ რო დაიწყები ამ მიწიდან, მოხდებოდი სხვა წერტილში, ოღონდ ისე რომ სულ წყალში მოძრაობდი. შესაბამისად ალბათ მაქედან გაჩნდა ის თეორია, რომ სამყარო არის ბრტყელი დედამიწა. ნუ ლოგიკურად რო დაფიქრდე, როცა იწყებ ერთი ადგილიდან და ასრულებ იგივე ადგილას, ალბათ იტყვი რომ რავი, სწორია და ეს წრეზე დავდივარ რა. ეს დედამიწის სიბრტყელე სხვა თემაა. ოდეს მე სხვა ვიდეოში იმას ვქნათ. ვისაუბროთ მაგაზე. ხო და ალბათ დროის რაღაც მონაკვეთი. ან ჩვენ ადამიანები ვიყობით ცივილიზაციებად, ალბათ. ყველაფერი ხო თქვი, რომ ჩემი მისა მოსაზრება და არანაირი დოკუმენტური დასტური არ არსებობს, ალბათ და დაიკიდეთ ფეხებზე, რასაც მე ვიტყვი. სამეცნიერო ფანტასტიკა ჩათვალეთ, რომ არის. ხო და წარმოვიდგინეთ, დროის რაღაც მონაკვეთში ალბათ არსებობდა, ანუ ეს რა ქვია, პანგეა, როდესაც არსებობდა, მაშინ ყველა ადამიანი ერთად იყო, მაგრამ ამავდროულად ადამიანი დაახლოებით 5600 წლით თარიღდება ადამიანის არსებობა რა. ხო და მაშინ გამოდის, რომ ეს ლავრაზიიდან, ანუ მე ლავრაზია გონდვანთ, ანუ პანგეას დაშლა უნდა მომხდარიყო მალე, თან ისე რომ წყაროებიდანაც უნდა გამქრალიყო. წყაროებიდან ეს ამ ხელა მოვლენა ვერ გაქრებოდა და ესე მალე ვერ დაიშლებოდა. გეოლოგიურად შეუძლებელია, რომ ამ ხელა კონტინენტი რაღაცა 2000 წლებში ესე გაიყოს.
ანუ შეუძლებელია რა. ხო და აი რაზე გავჩერდი გერდა. ხო, შესაბამისად გამოდის, რომ ეგვიპტური ცივილიზაცია და ზოგადად აი ინკების ცივილიზაციას და ეს ყველა თავის დროზე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ერთად იყვნენ, იმიტომ რომ იმდენი დამთხოვა აი ყველაზე მარტივად რა ყველას გქონია რომ ანუ ბევრს მაიცის რომ პირამიდები ასე ვთქვათ არის ეგვიპტეში და ნუ მაჩუ-პიქჩუში ამავდროულად ძალიან ბევრი პირამიდა ხდება აზიაში ეთიოპიაშიც ბევრია ანუ სამყაროში ძალიან ბევრი პირამიდა არსებობს თავი რო გავანებოთ იმას თუ როგორ შეიქმნა თავი კითხვა არის რომ რა ჯანდაბისთვის ააშენეს ეს პირამიდა რა ხო და კაცშვილმა არ იცის იმიტომ რომ რავი პირამიდაში არავინ არ არის დამარხული ანუ მე ვამბობ ეგვიპტურ პირამიდებში რა და მაგ კითხვაზეც არ არის პასუხი შესაბამისად მე მაგ ესის რომ თეორია ხო კაი ჯანდაბას იყოს თეორია მე ვამბობ რომ ეს ყველა ადამიანი ხალხი ცხოვრობდა ერთად და მე დაიწყო იმის რა ქვია მიწის გაყოფა შესაბამისად როდესაც სამყარო გაიყო ეს ცივილიზაციები ისევ იყვნენ და იმას რა ქვია ცოდნას გადაცემდნენ მომავალ თაობას ასევე მე ბევრჯერ შეხვდა ეგ ინფორმაცია რომ სფინქსი უფრო ძველია ვიდრე პირამიდა და აი რო დაფიქრდე რა ჯანდაბად უნდა გაეკეთებინათ პირამიდა კი არა სფინქსი რა აი რატო უნდა ააშენო და ერთადერთი რაც რის გამოც შეიძლება პირამიდა სფინქსი აშენებული იყო ალბათ არის ის რომ წინა ცივილიზაცია მიხვდა რომ ისინი განადგურდებოდნენ რაღაც ეტაპზე განვითარების რაღაც ეტაპზე და იფიქრეს რომ როგორ მივახედოთ ეს ხალხი რომ მანამდე ხალხი არსებობდა აი ჩვენს რო გავნადგურდეთ იდეაში რავი ჩვენი შექმნილი ნაგებობები მალე განადგურდება რო დაფიქრდე რამდენი 1000 წლეულზე შეიძლება ვერც ერთმა ვერ გაკაჩოს ასე ვთქვათ რა შესაბამისად ისინი ადგენენ ძალიან მარტივად და შექმნეს ასე ვთქვათ მოდი ობელისკი დავარქვათ და დაადგეს რომ აი სიტყვაზე რომ მოვა სხვა ცივილიზაცია სხვა ადამიანი რომ განვითარდება ანუ ერთი 10,000 წელი შეიძლება გაძლოს იმ სფინქსმა რა კაცმა არის იმიტომ რომ თუ 5,000 წელი არსებობს იმაზე მეტიც იარსებებს ეჭვი მაქვს იმიტომ რომ ამ ხელა ნაგებობის განადგურება რომელიც მასიურია და დევს არის რთული ურჭყალი ფას დედა ეტირება მალე ნებისმიერ ნაგებობას ეგეც რომელიც არის სიმაღლეზე და არა ჰორიზონტზე აი გრავიტაციის ძალით დაინგრევა მარტივი მათემატიკაა რა ხო და შესაბამისად შეიძლება მათ ეს დატოვეთ ეს ის რა ქვია რომ გაერთხილებინათ მომავალი თაობა რომ აი თქვენ რომ რაღაცა მოხვალთ იცოდეთ რომ მანამდე ხალხი არსებობდა შესაძლებელია ასევე რომ როდესაც ის ცივილიზაცია ნადგურდებოდა იქ ანუ რაღაც ხალხის რაოდენობა გადარჩა უბრალოდ და იმათი შთამომავლები იყვნენ უკვე ეგვიპტელები იმიტომ რომ ფაქტია ნუ მე მგონია რომ ძალიან განვითარებულები იყვნენ ეგვიპტელები რა ბევრ რამეში და ზოგადად იმ პერიოდის ახლო აღმოსავლური ქვეყნები ბევრ რამეში განვითარებულები იყვნენ ხო არ ვიცი უკვდავებიდან აქამდე როგორ მოვედით ხო უკვდავება არის იდეა ანუ როგორც for vendetta-ში არის რომ ანუ იდეას ვერასდროს ვერ მოყვა ასე რომ თუ გინდა რომ იყო მუდამ უკვდავი უნდა გაგაჩნდეს იდეა და ისეთი იდეა რომელიც ხალხს გადაეცემა და ხალხში სულ იცოცხლებს რა და ამ იდეასთან გაგაიგივებენ შენ ბევრი რამე მოკვდა რომელიც არის უკვდავი ცოტა პარადოქსულად ჟღერს მაგრამ ასეა მაგალითად ჩემი საყვარელი ნაპოლეონი ძალიან მიყვარს მაგრამ მოკვდა და უკვდავია ამავდროულად ანუ ნაპოლეონი რა თქმა უნდა ნამცხვარი თორე ისე ნაპოლეონი მე დიდად არ მიზიდავს
აი, კიდე რაზე შეიძლება ვისაუბროთ? ალბათ კომუნიზმზე და ნაციზმზე შეიძლებოდა ამ ვიდეოში საუბარი, მაგრამ ამას ცოტა სამომავლოდ შემოვინახავ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი აი სუპერ თემაა რა, ერთი აი 73 ეპიზოდისთვის რომ უნდა გადაიღო 73 ან 93 საერთოდ. 93 ეპიზოდამდე თუ კავკაჩი დაახლოებით სტატისტიკურად თვეში 4 ეპიზოდი, წელიწადში 48, 33 ეპიზოდი, 25 წელი, 26, სადღაც 27 წლის ბოლომდე თუ ამ ტემპით ვდე ვიდეოები მოუწევს ალბათ კომუნიზმზე და ნაციზმზე, თუ მანამდე შიგა ვილაპარაკე ამ თემაზე და მანამდე რა მოუწუნე, მაგალითად ვილაპარაკებ. ნებისმიერ რამეზე შეიძლება საუბარი და ზოგადად საუბარი არის ყოველთვის ყველაზე კარგი რამ. ხო, უკვდავებაზე ბევრი არ ინერვიულოთ, ბევრი არა რა, უაზრო რაღაცეებზე არ ინერვიულოთ, აი, უბრალოდ დაიკიდეთ რა რაღაცეები. მაგას რომ მიხვდებით, მე მიხვდებით, რომ ცხოვრება უფრო მარტივია ბევრ რამეში. ასევე რაზეც გაქვთ ნაფიქრი, ყველაფერზე უფიქრიათ, ეს დედა აფეთქებული. ძალიან ცუდად ჭირს საშინელება, მაგრამ ფაქტია, რომ რაზეც შენ გიფიქრია, ყველაფერზე ნაფიქრი აქვს და მიხვდებით. აი, დაახლოებით რამდენი წლის ვიყავი, ესეთი იდეა გამიჩნდა, რომ მაშინ ჯერ ტექნოლოგია კიდე არ იყო განვითარებული და რამდენის ვიყავი ალბათ აი ძალიან პატარა ვიყავი რა, როდესაც გამიჩნდა ეს იდეა, რომ თუ არსებობს სათვალე შესაბამისად ასევე შეიძლება იარსებოს ანუ მაგ პერიოდში არსებობდა ლინზა უკვე, მხედველობის ლინზა, ძალიან მარტივია. ხედავთ, ასევე არსებობდა ის რა ქვია, კამერის ლინზა და მაშინ შეიძლება რომ უბრალოდ ნახეთ, აი წარმოვიდგინეთ, ეს არის ლინზა, აქეთ არის კამერის ლინზა. განვითარება შეიძლება რაღაც მომენტში ესე გადაკვეთოს ორივე და უბრალოდ ლინზაში ჩავამონტაჟოთ კამერის ლინზა და ოპტიკური ზუმით დავინახოთ არწივზე უკეთ. ხო, სხვა კიდე, არწივის არა. ნიანგის თვალი არის ძალიან განვითარებული. იმის მხრივ ევოლუციურად, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაცვა აქვს. რა ჯანდაბაში გაინტერესებთ, არც უნდა გაინტერესებდეთ ასე არწივის თვალი, რომ მქონდეს ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. იმიტომ რომ შორ მანძილზე კი დავინახავდი ძალიან კარგად. მოკლედ, ყოველთვის ეცადეთ, რომ კეთილები იყოთ. ხო, სიცოცხლის ის რა ქვია, უკვდავების ძირითადი ფორმულა. აკეთეთ სიკეთე, იმიტომ რომ ძალიან კარგი რამეა. იყავით კეთილები, ეგეც ძალიან კარგი შეგრძნება, ანუ შინაგანი შეგრძნება ძალიან კარგი. ბევრი არ ინერვიულოთ. ნუ ვარჯიში და სწორიყვება, ოკეი. ეგ მარტო მე არა, ყველა ხსნის მაგას და იდეა. მეც, ანუ ეს არხიც ხო ეგ არის იდეაში რა, რომ მე რომ მოვკვდები და ვიცი რომ მოვკვდები 7 წლის მერე ოღონდ ჩემთან ერთად რომ იდეა მიცოცხლოს, ანუ მე რომ მოვკვდები ამ არხის იდეა რაც არის, რომელიც ნათქვამი მაქვს რომ ოდესმე მინუს თუ მოგენატრებით შეგიძლიათ ჩამრთოთ და მოვისმინოთ. ფიქრობ რომ რაღაც მომენტში უკვდავებას მაინც მივახწევ. დიდი სურვილი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ასევე არ დაგავიწყდეთ როგორც ვარსებობთ, ასევე არ ვარსებობთ. მოკლედ, ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, უბრალოდ ძალიან კარგია, სამჯერ წაიქცა ჩემი კამერა. სპეციალურად ვიღებ ტელეფონით და არა ციფრულად, იმიტომ რომ ვიცოდი რომ წაიქცეოდა და არ დელეწილიყო ისევ და ეს ცოტა ის რა ქვია, დრამა ვიდეო დავასრულოთ ესე რომ ცხოვრება მშვენიერია. ხო, ცხოვრება მშვენიერია და ვინმე როდესაც კითხავთ როგორ ხარ, უთხარით ძალიან კარგად, იმიტომ რომ მე ყოველთვის ამას ვასახობ და ენერგია გადამდებია. ხო, კიდე ეცადეთ რომ თქვენი სხეულის სიხშირე იმასკნად გაიგოთ რამდენია და მის მომატებაზე იმუშაოთ. ხო, სიხშირეებზე დაგუგლეთ ბევრი რამე. მე ნუ მალაპარაკებთ Google-შიც და ხელოვნურ ინტელექტშიც უამრავი ცნობაა, ასე რომ მოიმატეთ. სიხშირის მომატება. ჩემი მეხუთე რჩევა. სიხშირე გაზარდეთ საკუთარი ორგანიზმის და
ოქროდის დღას ისაცხლებთ, რაც უფრო მაღალი სიხშირე გექნება. ხო, და 33 ეპიზოდში იმიტომ მინდოდა ამაზე მესაუბრა ესეთ რაღაცებზე, 33-ია. სამყაროში არსებობს როგორც ტესლა, ანუ ტესლას ჯეროდა რომ სამყაროს სამი ძირითადი ციფრი არსებობს, 369, ანუ ეს ციფრები იყო მისი ასე ვთქვათ K ციფრები რა. ჩემთვის ცოტა სხვა რამეა, მაგრამ სამყაროში არსებობს ზოგადად სამეული. ყველა რელიგიაში, ყველა მითოლოგიაში, ყველაფერში არსებობს სამეული. ხო და გაზარდეთ სიხშირე 33 ეპიზოდი. თუ ვინმეს გაინტერესებს რატო 33 ეპიზოდში ამაზე საუბარი, მომწერეთ, იმიტომ რომ ამაზე არ ვიტყვი, უბრალოდ მინდოდა რომ 33 ეპიზოდში ამაზე მესაუბრა. მოკლედ, წავედი და აბა თქვენ იცით. ბუმ.